გამარჯობა მეგობრებო. კვარაცხელიას ეფექტი. რაც ცვლილებებისთვის ემზადება პარიზული კლუბი და რა ფასად გაიყიდა ხუჩას მაისური აუქციონზე. ასევე დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ მსოფლიო ჩემპიონატზეც. როგორ ემზადება რონალდო ამ ტურნირისთვის და რატომ ელოდება ანჩელოტი ნეიმარს. ხოლო სანამ ვიდეოზე გადავალთ, თხოვნა რომ мотивაციისთვის ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. და თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხის გამომწერი, შემოუერთდით ჩვენ საფეხბურთო ოჯახს, რადგან წინ საკმაოდ აქტიური საფეხბურთო ზაფხული გველის. მე კი არაერთ საინტერესო ინფორმაციას შემოგთავაზებთ. ყველას მადლობას გიხდით, ვინც ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინა და მოდი დავიწყოთ. მაისურები, რომლებიც პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელებს არსენალთან მოგებულ ფინალში ეცვათ, აუქციონზე გაიყიდა. კვარაცხელიას 7 ნომრიანი მაისური კი 152,000 ევროს შეფასდა. ეს აუქციონზე მეორე ყველაზე ძვირადღირებული ლოტი გახდა. პირველ ადგილზე უსმან დემბელეს მაისური გავიდა 160,000 euро. შემდეგ მოდის კვარას მაისური, შემდეგ კი დეზირე, დუე და მარკინიოსი. გულშემატკივარი კი ასეთ თანხას მხოლოდ ქსოვილში არ იხდის. ის ყიდულობს კონკრეტულ მომენტს, კონკრეტულ ისტორიას და იმ ემოციას, რომელიც იმ მაისურს უკავშირდება. კვარაცხელია კი ამ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო და ამ ყველაფრის შემდეგ გასაკვირი აღარ არის, რომ მისი მაისური დემბელე შემდეგ ყველაზე მაღალ ფასად გაიყიდა. ახლა კი ინგლისურ თემაზე გადავიდეთ, რადგან კვარაცხელია სახელი ლივერპულის გარშემოც ისმის. მოგეხსენებათ, ლივერპულში ახალი ეტაპი იწყება. მოჰამედ სალაჰის წასვლის შემდეგ კლუბს ფლანგზე ისეთი ფეხბურთელი სჭირდება, რომელიც უბრალოდ ტალანტი კი არ იქნება, არამედ უკვე მზად იქნება დიდი წნეხისთვის, დიდი მატჩებისთვის და დიდი მოლოდინებისთვის. ამ თემაზე ისაუბრა ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა დენი მერფიმაც. მერფის სიტყვები კი საკმაოდ პირდაპირი იყო. ლივერპულის ხელმძღვანელი რომ ყოფილიყავი კვარაცხელიას გამო ფულს არ დავიშურებდი. ის მარჯვენა ფლანგზეც კომფორტულად თამაშობს და მარცხნივაც. დღესდღეობით საუკეთესო ვინგერია მსოფლიოში. თუ ლივერპულს რეალურად სურს მაღალი დონის უკვე შემდგარი შემტევი, მაშინ ხვიჩა ის ვარიანტია, სადაც რისკი მინიმალურია. რატომ? იმიტომ რომ კვარას აღარ სჭირდება იმის დამტკიცება, შეუძლია თუ არა დიდ დონეზე თამაში. მას უკვე აქვს ნაჩვენები ნაპოლიში, PSG-ში, ჩემპიონთა ლიგაში და გადამწყვეტ მატჩებში. განაცხადა მერფი. ახლა კი გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე. რა ხდება თავად PSG-ში? ბოლო დღეებში ფრანგულ მედიაში აქტიურად დაიწერა, რომ პარი სენ-ჟერმენი ოლისეს ტრანსფერს განიხილავს. ეკიპის ინფორმაციით, პარიზულ კლუბს ბაიერნის ფრანგი შემტევის დამატება სურს. ბაიერნის პოზიცია კი ამ ეტაპზე მკაცრია. კლუბში ამბობენ, რომ ოლისი არ იყიდება, მაგრამ PSG-ს ინტერესი შემთხვევითი არ არის. იდეალურ სურათში პარიზელებს სურთ ფლანგებზე ისეთი დუეტი მიიღონ, სადაც მარცხნივ კვარაცხელია იქნება, მარჯვნივ კი ოლისე. ეს უკვე უბრალოდ შეტევის გაძლიერება აღარ არის. ეს არის მცდელობა, რომ PSG-მ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფლანგის წყვილი შექმნას და სწორედ ამ ფონზე კიდევ უფრო საინტერესო ხდება ბრედლი ბარკოლას მდგომარეობა. ეკიპის ინფორმაციით, კვარაცხელიას მოსვლის შემდეგ ბარკოლამ ქართველთან კონკურენცია აშკარად წააგო და სწორედ ამის გამო შესაძლოა კლუბიდან წასვლაც განიხილოს. ფრანგ ფეხბურთელს რეგულარული სათამაშო დროის მიღება სურს. მიუხედავად იმისა, რომ ბარკოლა ცუდი ფეხბურთელი არ არის, პირიქით, ის საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ შემტევად ითვლება. PSG-ში პრობლემა ის არის, რომ ამ დონეზე მხოლოდ ნიჭი საკმარისი აღარ არის. კვარამ ბარკოლას უბრალოდ წუთები არ წაართვა. მან PSG-ს მარცხენა ფლანგზე ახალი სტანდარტი დააწესა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა, სტანდარტი. ბარკოლასთვის ახლა კითხვა ასეთია: უნდა დარჩეს გუნდში, სადაც მარცხენა ფლანგზე პირველი არჩევანი უკვე კვარაცხელია, თუ წავიდეს იქ, სადაც უკვე რეგულარულად ითამაშებს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მის სიტუაციას ლივერპული და არსენალი აქტიურად აკვირდებიან. ამიტომ დიდია შანსი, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა ამ ზაფხულს კლუბი დატოვოს. ამ ყველაფერს კი კიდევ ერთი დეტალი ემატება. ფუტმენკატო წერს, რომ PSG West Ham-ის ორ ფეხბურთელს აკვირდება: მატეუშ ფერნანდესს და კრისენსიო სამერვილს. სამერვილი მარცხენა გარემარბია და თეორიულად კვარას პოზიციაზე შეუძლია თამაში. ცალსახაა, რომ პარიზელებს მისი ყიდვა იმიტომ სურთ, რომ კვარას დასვენების საშუალება ჰქონდეს. ეს კი დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ ბარკოლას კლუბის დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვს. ბოლოსკენ კი დავძენ იმასაც, რომ რაფაელ ბენიტესმა კვარაცხელიას შესახებ საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა. რაფაელ ბენიტეს კითხეს, რომელი დიდი ფეხბურთელი დააკლდება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს. მისი პასუხი კი ძალიან პირდაპირი იყო. ბენიტესმა აღნიშნა, რომ მუნდიალს ყველაზე მეტად სწორედ კვარა დააკლდება. მისი კომენტარი კი დეტალურად შემდეგია. ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. პირველ რიგში კვარაცხელია დაგვაკლდება, ის ყველაზე მეტად მოგვენატრება. შემდეგ რა თქმა უნდა ოსიმენის და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნაპოლიში თამაშობდნენ და ამ გუნდს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. თუმცა ასევე უნდა დავამატო ჟელინსკი და ლევანდოვსკიც, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, განაცხადა რაფაელ ბენიტესმა. ახლა კი ქოჩორაშვილის მომავალზე გადავიდეთ, რადგან პორტუგალიურ პრესაში
ბრაზილიაში ქართველი ფეხბურთელის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა. როგორც იწერება, ქოჩორაშვილის სპორტინგის დატოვება გადაწყვეტილი აქვს და მის მიმართ ინტერესი ესპანეთის ლა ლიგიდან არსებობს. ეიბოლამ დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ელდესმარკმაც გავრცელა. გიორგი ქოჩორაშვილი სელტას რადარზეა. პორტუგალიური გამოცემის ცნობით, ვიგოელები სპორტინგს უკვე დაუკავშირდნენ და მხარეებმა შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრეს. ამ ეტაპზე ოფიციალური შეთავაზება ჯერჯერობით არ გაკეთებულა, თუმცა ვითარება შესაძლოა მომდევნო დღეებში შეიცვალოს. როგორც იწერება, მაგიდაზე დევს იჯარის ვარიანტი, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით. ეს ვარიანტი ქოჩორაშვილისთვის ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს, რადგან სელტამ ლა ლიგის გასულ სეზონში მე-6 ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს. შესაბამისად, ვიგოელებს შემადგენლობის გაძლიერება სურთ და ქართველი ნახევარმცველი მათთვის რეალური ვარიანტი ჩანს. ქოჩორაშვილისთვის კი ლა ლიგაში გადასვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. ძლიერი ჩემპიონატი, ევრო ტურნირი და მეტი სათამაშო დროის მიღების შანსი. ამიტომ ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. რონალდუმ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა, რას გვპირდება პორტუგალიელი. ანჩელოტი ნეიმარის დაბრუნებას ორი მიზეზით ელოდება. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენეთ, რომ ჩვენი მიზანი ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ახლა კი ბრაზილიის ნაკრებზე გადავიდეთ. კარლო ანჩელოტის თქმით, ბრაზილიელი ვარსკვლავი გუნდს მომდევნო კვირაში უნდა დაუბრუნდეს. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ნეიმარი გუნდს არა მხოლოდ ტექნიკური ხარისხით, არამედ გამოცდილებითა და ლიდერობითაც გააძლიერებს. პრესკონფერენციაზე პირდაპირ იყო ვინისიუს ჟუნიორიც. მან თქვა, რომ ბრაზილია მუნდიალზე მხოლოდ ერთი მიზნისთვის ჩავიდა, მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად. ვინისიუსის თქმით, მისთვის მთავარი პირადი სტატისტიკა არ არის, არც გოლები და არც საგოლე პასები. მთავარია, როგორ დაეხმარება გუნდს და სადამდე მივა ბრაზილია ამ ტურნირზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბრაზილიამ თავისი მუნდიალი მოგებით ვერ დაიწყო. მან მაროკოსთან 1-1 ითამაშა. ბრაზილიის ნაკრებიდან კი გოლის გატანა სწორედ ვინისიუსმა შეძლო. ახლა კი კრიშტიანო რონალდუზე გადავიდეთ, რომელიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის უკვე სრულმზადყოფნაშია. 41 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის ეს კარიერაში მე-6 მუნდიალი იქნება, რაც თავისთავად ისტორიული მიღწევაა. რონალდუ ამბობს, რომ ფიზიკურად თავს კარგად გრძნობს და პორტუგალიის ნაკრებს დიდი იმედებით ხვდება. კერძოდ მისი კომენტარი დეტალურად შემდეგია. ფიზიკურად ძალიან კარგად ვარ. არ გინახავთ ალ-ნასრის მაჩები? ამ ჩემპიონატს დიდი იმედებით ხვდებით. ინტენსიურად და კარგად მოვემზადეთ. მაღალი დონის თაობა გვყავს, რომელსაც შეუძლია გულშემატკივრის გახარება. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ რონალდუ აქცენტს დიდ მიზნებზე კი არა სწორ სტარტზე აკეთებს. ყველაზე მნიშვნელოვანია ტურნირის კარგად დაწყება. თამაშიდან თამაშზე ფიქრი, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ. ჯერ პირველი მაჩის მოგებაა საჭირო, შემდეგ მეორეს და მერე მესამეს. აღსანიშნავია, რომ პორტუგალია ჯგუფურ ეტაპზე კონგოს, უზბეკეთსა და კოლუმბიას შეხვდება და ბუნებრივია, რომ ამ ჯგუფში ფავორიტად სწორედ რონალდუს გუნდი ითვლება. თუმცა კრიშტიანოსთვის ეს მუნდიალი კიდევ ერთი განსაკუთრებული გამოწვევაა. მას მსოფლიო ჩემპიონატებზე 8 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ პლეი-ოფში ჯერ არასდროს გაუტანია. ამიტომ 2026 წლის მუნდიალი მისთვის შეიძლება კარიერის ბოლო დიდი შანსიც იყოს. არა მხოლოდ ტიტულისთვის ბრძოლა, არამედ იმ ისტორიის შესვლა, რომელიც მის მსოფლიო ჩემპიონატებთან დაკავშირებით დღემდე რჩება. ახლა კი მთავარი კითხვა თქვენთან. შეძლებს თუ არა რონალდუ თავის ბოლო მუნდიალზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინოს და კარიერაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს? დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.